ჰაბლის აღმოჩენა დაედო საფუძვლად ეგრეთ წოდებული სამყაროს დიდი აფეთქების თეორიას. კერძოდ, სქემატურად ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ესეთი სიბრტყეები, სადაც განთავსებული არის განათებულ წერტილებად, ლაქებად გალაქტიკები. თუ სამყარო ფართოვდება ხვალ პირობითად, ან ზეგ, ჩვენი სამყაროს ზომა იქნება უფრო დიდი, ვიდრე არის დღეს, რას ნიშნავს ისა, რომ დაშორება სხვადასხვა გალაქტიკებს შორის, ან სხვადასხვა ვარსკვლავებს შორის ნელ-ნელა იზრდება, მაგრამ თუ ჩვენ წავალთ წარსულში, დროში უკან მოგზაურობით, ჩვენ მივალთ იმ წერტილში, სადაც ყველაფერი იმყოფება და ერთსა და იმავე წერტილში, აი ამას უწოდებენ ამ წერტილს კოსმოლოგიურ სინგულარობას. მეორენაირად ეს არის წერტილი, რომელიც შეესაბამება დიდ აფეთქებას.